საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 12 ივლისს წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების ხსენების დღეს აღნიშნავს. მოციქულთა შორის ამ წმინდანებს განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ, თავმოციქულებად მოიხსენიებენ და მათ ხსენებასაც ერთად დღესასწაულობენ. აღემატნენ ყოველგვარ ბუნებას მიწიერსა და ზეციურს. ისინი ხორცში მყოფნი აღემატნენ ანგელოსებს. პეტრე დასაბამი მართლმადიდებლობისა, დიდებული მღვდელთმსახური ეკლესიისა. პავლე ჭეშმარიტების ჩინებული მქადაგებელი ქრისტეს ეკლესიის ფხიზელი მესაჭე. ასე აფასებდა წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი მოციქულთა მოღვაწეობას. მართალია თავმოციქულთა ცხოვრების გზა ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ სხვადასხვაგვარად დაიწყო, თუმცა ერთნაირად ქრისტეს უდიდესი სიყვარულითა და მოწამეობრივი აღსასრულით დასრულდა. წმინდა პეტრე მოციქულ ანდრიას ძმა 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი იყო. ბეთსაიდელი მეთევზე თავად უფალმა გამოარჩია და თავისთან იხმო. იგი გახდა მაცხოვრის მრავალი სასწაულის მომსწრე. წმინდა პეტრე ქრისტიანობას ავრცელებდა ხალხში. წმინდა პავლე კი ჭეშმარიტი რჯულის მიღებამდე ჭეშმარიტი სარწმუნოების მდევნელი იყო. სწორედ ქრისტიანთა დასასჯელად მიდიოდა ქალაქ დამასკოში, როდესაც გზად თვალთ დაუბნელდა და ღვთიურმა ნათელმა მოიცვა. იმ დღის შემდეგ მოციქული ქრისტიანობის ერთგული მსახური გახდა. წმინდა პეტრე მოციქული რომში მოღვაწეობდა, როდესაც ქრისტიანების საშინელი დევნა დაიწყო. მოწაფეებმა ურჩიეს მას იქაურობას დროებით გასცლოდა. როდესაც პეტრე მოციქული ქალაქის გალავანთან მივიდა, მას გამოეცხადა მაცხოვარი, რომელსაც ჯვარი მიჰქონდა. წმინდა პეტრეს კითხვაზე თუ სად მიდიოდა იესო ქრისტე უფალმა მიუგო: მივდივარ რომში, რათა მეორედ ვეცვა ჯვარს. ამ სიტყვების შემდეგ წმინდა მოციქული ქალაქში დაბრუნდა და რწმენაში უფრო მეტად გაძლიერებულმა თავისი მოღვაწეობა უშიშრად გააგრძელა. სწორედ ქრისტიანობის ქადაგებისთვის იმპერატორ ნერონის ბრძანებით წმინდა პეტრე ჯვარს აცვეს. მოციქულმა უღირსად ჩათვალა თავი, ისეთივე მოწამეობრივი აღსასრული მიეღო როგორც მაცხოვარს. ამიტომ ითხოვა ჯვარზე თავქვე გაეკრათ, რათა სიკვდილის დროსაც თავი დაეხარა უფლისთვის. მოწამეობრივად აღესრულა წმინდა პავლეც. ქრისტიანობის მდევნელებმა მას თავი მოჰკვეთეს. თავმოციქულებმა თავიანთი ცხოვრების მანძილზე ბრძანება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი დიდებულად აღასრულეს. ყოველივე ამ ქვეყნიური სიამოვნება დათმეს, სახარება იქადაგეს და ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე უამრავი ადამიანი მოაქციეს. ისინი დადიოდნენ ქალაქებში, სოფლებსა და დაბებში და უშიშრად აცხადებდნენ, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა და მისი უნდა ერწმუნა ხალხს. ამასთან პავლე მოციქული მოგზაურობდა წარმართთა შორისაც და მათთან სახარებას ქადაგებდა. ჰოსპიტალური ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმსჯელეს. საგანგებოდ ამ თემაზე სასაუბროდ დარგის სპეციალისტები ისრაელიდან ჩამოვიდნენ. მათ ქართველ კოლეგებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, ეგრეთ წოდებული მეორადი ინფექციები მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს და მათ წინააღმდეგ საგანგებო ზომებია გასატარებელი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ჰოსპიტალური ინფექციების პრევენცია, მეორადი ინფექციები ეს ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც 10% აქ 14% აქ იტალიას და ასე შემდეგ, მეორადი ინფექციები, ჰოსპიტალური ინფექციები, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბრძოლა ამ ინფექციებთან, იმიტომ რომ შემოდის ადამიანი, ჩვენ შეიძლება იმ ძირითადი დაავადებებით რითიდან შემოსული არის პაციენტი მოვარჩინოთ, მაგრამ მეორადი ინფექცია განვითარდეს, ჰოსპიტალური ინფექცია განვითარდეს, სადაც ძალიან მერე შეიძლება სამწუხაროდ ცუდი შედეგებითაც დამთავრდეს. ჩვენ დაუკავშირდით ერთ-ერთ წამყვან ქვეყანას, რომელიც აი ამ ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მეორადი ინფექციასთან ბრძოლაში, ეს არის ისრაელი და ისინი გამოეხმაურენ ჩვენ თხოვნებს, აბსოლუტურად უსასყიდლოდ არიან ჩამოსული ჩვენთან, რათა გაგვაცნონ ბრძოლა მეორადი ინფექციებთან. ჩვენ ვუზიარებთ ჩვენს 40 წლიან გამოცდილებას ქართველ მედიკოსებს. დაახლოებით 1000-მდე ადამიანი ეღუპება წელიწადში ამ მეორადი ინფექციების გამო. ჩვენი გამოცდილებით კი აღნიშნული ციფრის 95%-ით შემცირება შეგვიძლია. საქართველოში ვგეგმავთ გავხსნათ ისეთი დაწესებულება, რომელიც მოემსახურება საავადმყოფოებს ჰოსპიტალური ინფექციების თავიდან აცილების მიზნით. ჩვენ მათ შევთავაზებთ უმაღლესი ხარისხით დამუშავებულ ტექსტილს.
მარტვილის კანიონი განახლებული ინფრასტრუქტურით პირველ ვიზიტორებს რამდენიმე დღეში უმასპინძლებს. მიმდინარე სამუშაოები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა პირადად დაათვალიერა. მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაფინანსებით აშენდა ვიზიტორთა ცენტრი. მოეწყო ტურისტული ბილიკები, გადასახედები, ხიდები, ანგარი, ნაუმისადგომი და ვიზიტორთა მოსაცდელი. რესტავრაცია ჩაუტარდა ქვიშანაკვეთ და დიანების ისტორიულ კიბესა და წყლის წისქვილს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე 1.200.000 ლარზე მეტი დაიხარჯა. დაცული ტერიტორიების უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს და ჩვენ პრინციპში უკვე მზად ვართ ძალიან მალე რამდენიმე დღეში მარტვილის კანიონზე, ცნობილ კანიონზე, რომელსაც ჯერ მანამდეც ბევრი ვიზიტორი ყავდა, გავხსნით ოფიციალურად ადმინისტრაციულ ცენტრს და იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც მოვაწყოთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. დღეს ჩვენ აქ ვიყავით ინსპექტირებაზე, შევამოწმეთ მიმდინარე პროცესი, როგორ სრულდება, ხარვეზები რა შეიძლება ყოფილიყო, მივეცით ცალკეული მითითებები სამშენებლობის განმახორციელებლებს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებს. უახლოეს მომავალში, უახლოეს დღეებში ჩვენ გვექნება გახსნა და ვიწევთ ყველა მსურველს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა გაიხსნა. საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოება და კონფლიქტების მოგვარება. ამ სახელწოდების ლექციებს ამერიკის შეერთებული შტატების სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრებიან. ერთი კვირის განმავლობაში 22 ახალგაზრდა მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე ექსპერტებისა და ლექტორების აზრს მოისმენს. პროექტის ფარგლებში სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც იმოგზაურებენ. საზაფხულო სკოლა 23 ივლისს დაიხურება. ამ პროგრამაში გათვალისწინებულია 13 სხვადასხვა საგანი, რომელიც ეხება საქართველოს ურთიერთობას ევროკავშირთან, რუსეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნატოსთან, ეხება კავკასიაში რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემას. ამასთან ერთად განვიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა გარემოდაცვითი პოლიტიკა საქართველოში. მე აქ ჩამოვედი, რადგანაც შეყვარებული ვარ საქართველოსა და მის კულტურაზე. თქვენი ენა ერთ-ერთი უძველესია, ისტორია კი შთამბეჭდავი. დარწმუნებული ვარ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები კიდევ უფრო შემაყვარებენ საქართველოს და თქვენ შესახებ ბევრ საინტერესო ფაქტს გავიგებ. 14 ივლისს ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ სახალხო არტისტის თენგიზ მუშკუდიანის ვარსკვლავი გაიხსნება. ცერემონიის დეტალები და საორგანიზაციო საკითხები მედიის წარმომადგენლებს ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინძურაშვილმა გააცნო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გაიმართება გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას თენგიზ მუშკუდიანის მოსწავლეები, ოპერის სოლისტები, ორკესტრი და გუნდი მიიღებს. სადირიჟორო პულტთან კი ზაზა აზმაიფარაშვილი, რევაზ ტაკიძე და გიორგი ჭიჭინაძე იქნებიან. თენგიზ მუშკუდიანი ოპერის თეატრის სცენაზე 32 წლის განმავლობაში სხვადასხვა არიებს ასრულებდა. ჩვენ გველოდება ძალიან ლამაზი კონცერტი, მრავალფეროვანი კონცერტი, სადაც ბატონ თენგიზ მუშკუდიანის მოწაფეები იქნებიან და ის თაობა, რომელთან თენგიზი სცენაზე იდგა, ეს იქნება ასევე ლამაზი კონცერტი, სადაც ჩვენ ვაჩვენებთ მის ნაწარმოებებს, პროექცია იქნება. ამ კონცერტს დაამშვენებს ასევე მოწვეული სოლისტები. რაც შეეხება ვარსკვლავს, მოხარული ვარ, რომ ასე დაფასდა ჩემი მოღვაწეობა და დაემთხვა ამ თარიღს 90 წლის წელი გადავედი 90 წელსში, ასე რომ ეს მე მგონი აღნიშნავთ ამას, როგორ მე და თავარია, რომ თეატრია ძალიან მონდომებული და ჩემი მეგობრები და მოსწავლეები. აი ესეთი საოცარი პიროვნება, საოცარი მოღვაწე, საოცარი ადამიანი, უსარმაზარი შინაგანი კულტურის მატარებელი. როცა ის მეფობს კონცერტი, ის კონცერტი აუცილებლად გამორიცხული არის, რომ ის კონცერტი ცუდად, ვთქვათ, ისეთი ჩვეულებრივი იყოს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მაინც და მაინც სწორედ ბატონ თენგიზის საღამოზე მოხდა ეს ჩემი ასეთი პაუზის მერე ეს კონტაქტი ოპერის თეატრთან და ორკესტრთან.
რეგიონული სასწრაფო დახმარების ექიმების გადამზადება დაიწყო. მედპერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამას შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დაესწრო. სასწავლო კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. ექიმები ტრავმული პაციენტის მართვისა და სტაბილიზაციის საკითხებში გადამზადდებიან. პირველ ეტაპზე ტრენინგს გადაუდებელ დახმარებაში სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სასწრაფო დახმარების 15 ექიმი გადის. როგორც ცნობილია, ერთი წლის განმავლობაში განახლებულ სასწავლო ცენტრში 850 ექიმი და ამდენივე ექთანი გადამზადდება. სასწრაფო დახმარების ექიმებს, ექნებს და ზოგადად სასწრაფო დახმარების ბრიგადის მთავარი ფუნქცია არის გადაუდებელი მდგომარეობების მართვა. ეხლა დაიწყო, ასე ვთქვათ, კურსი, მორიგი კურსი გადამზადების, რომლის ამჯერად ამოცანა არის ტრავმული პაციენტების სწორი სტაბილიზაცია და მათი სწორი შემდგომი მოვლა. ეს არის ალბათ ყველაზე უფრო პრინციპული, ერთ-ერთი ყველაზე უფრო პრინციპული მიმართულება. უკვე რაიონულ სასწრაფო ექიმებს საშუალება ეძლევათ, რომ განახლებულ სასწავლო ცენტრში გაიარონ, ეს მომზადება მათთვის ყველა პირობა არის აქ შექმნილი.